გამოვუცხადე სახელი შენი კაცთა, რომელი მომცენ მე სოფლის ამისაგან. ანუ მე ადამიანებსო, შენი სახელი გამოვუცხადე. ანუ ღმერთის სახელი, ეს სახელია მამა. შეიძლება სადღაც გვენახოს ძველად, რომ ღმერთი არის ჩვენი მამა, როგორც შემოქმედის თვალსაზრით. აი შემქმნა ჩვენ, როგორც მე შემქმნა, ისე ხვლიკი შექმნა, ყველაფერი შექმნა და ჩვენი შემოქმედი მამა. მაგრამ აი პერსონიფიცირებულ ურთიერთობაში, რომ ღმერთი ჩემი მამა, რასაც მამა ქვია და მე მისი შვილი ვარ და მე რო შემილია მას უწოდო, არა ღმერთო, არა ძლიერო, არა დიდებულო, არა ყოვლადბრძენო და ასე შემდეგ, არამედ მას რო შემილია უწოდო მამაო, მამა. ეს ცოდნა და ძალაუფლებას მოგვიტანა განკაცებულმა ღმერთმა. მე გამოვუცხადე შენი სახელი კაცთა, რომელიც და ვინც მე მომეც, ვინც ქრისტიანია. აი პავლე მოციქულის სიტყვებია, რომელთა მიმართ ეპისტოლესია ამოგიწერეთ, წაგიკითხავთ ამასთან დაკავშირებით. რას ნიშნავს ეს გარკვეულწილად? რამე თუ არა მიგიღებიეს სული იგი მონებისა, რათა კვალაცა გეშინოდას. მონის მდგომარეობაში ადამიანს შიში აქვს, რაღაც წარმართული შიში აქვს, ყველაფრის სიკვდილის, სიცოცხლის, ღმერთის, უღმერთობის, ყველაფრის შიში აქვს, კოსმოსის. არა მიგიღებიეს სული მონებისა, რათა კვალა გეშინოდა, არამედ მიგიღებიეს სული იგი შვილებისა. და შვილების სული თავად ღმერთია ჩვენში. მადლია, რომელიც სულიწმიდა ღმერთმა მოგვიტანა და მე პავლე მოციქული იტყვის, რომ ესე იგი ჩვენ მისი ძალით, ამ სულის ძალით ვამბობთ. აი პრინციპში ამას გიკითხავთ ახლა. მიგვიღებიეს არა სული მონებისა, არამედ სული შვილებისა, რომლითაც ვღაღადებთ აბა იგივე მამას ნიშნავს. აბა მამაო, ანუ მამაო. უბრალოდ მენტალური საკითხი კი არ არის, აჰა, ეგრე უნდა უწოდო, არა? აჰა, კარგი, ასე უწოდო, არა. საღვთო ენერგია შემოდის ჩემში, საღვთო სული შემოდის, ხდება ჩემი ონტოლოგიური გარდაქმნა, არსობრივი გარდაქმნა, ახალქმნილებად ვიქცევი, მე და ღმერთს გვაერთიანებს საერთო ენერგია და როგორც ქრისტე ეუნება მამას და ისევ ეუნები მეც მამას და ღმერთს საერთოდ ყოვლადწმინდა სამებას მამას. და ვეუნები ისე, როგორც ნამდვილი შვილი, იმიტომ რომ მე და მას ერთი ენერგია გვაქვს. აი როგორც მამას შვილს ერთი გენეტიკური კოდი აქვს, ასეა მე და ღმერთს ერთი ენერგია გვაქვს, ერთი ენერგიით ვარსებობს. ეს ის ენერგია, რომელთაც სამყარო შექმნა. ის ენერგია შემოდის ჩემში, ეს არის სული, რომლითაც მე ვამბობ მამაო, მისით ვამბობ და ჩემი ხდება ეს ყველაფერი. აი ეს ამ დიდებულებაზეა საუბარი.